მოგესალმებით, ვერაფ, მივესალმები მაყურებელს. ეს ოპერაცია იყო გარდაუვალი, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო. რეალურად რეჟიმი მიდიოდა ბირთვული იარაღის წარმოების მიმართულებით და ნამდვილად ამზადებდა უფრო დიდ მარაგებს ბალისტიკური რაკეტების. ჩვენ ახლა ვხედავთ ბალისტიკური რაკეტებით რეჟიმი თავის შინაარსით რას აკეთებს მთელ რეგიონში. პრაქტიკულად 10-ზე მეტ ქვეყანაზე ერთდროულად თავდასხმა მოახდინა. და მათ შორის ისეთ ქვეყანაში არა მხოლოდ ყურის ქვეყნებში, არამედ მათ შორის კვიპროსაც კი დაარტყა. ბალისტიკური რაკეტები, დრონები დარტყმები არის სუფთა რუსული სტილი. რუსეთი იყენებს ამ შაჰიდებს რეალურად უკრაინაში ომში და სტილით იგივე არის, როდესაც სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს ახლა. ანუ შინაარსით ეს რეჟიმი თავისი არსით ტერორისტული არის ნამდვილად და ეხლა წარმოიდგინეთ უბრალოდ თუ ამ რეჟიმს ამ ბალისტიკურ რაკეტებთან ერთად რომელიც აგერ ისრაელში და სხვაგანაც რეგიონში მიუხედავად ძალიან დიდი მარაგებისა სააერო თავდაცვის სისტემების და ჩვენ ბოლოს რამდენიმე თვე იანვრის დასაწყისიდან სულ მცირე აქტიურად ვხედავდით წარმოუდგენელი მასშტაბის სააერო თავდაცვის მობილიზებას რეგიონში აგერ დღეს გამოაქვეყნა გაერთიანებული არაბული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ რომ 500-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა არის ჩამოგდებული და რაც ბალისტიკური რაკეტები სრულად არის ჩამოგდებული საერო თავდაცვის მიერ. ერთადერთი დრონები ვერ ჩამოაგდეს ყველა, იმიტომ რომ ნაკლებად მათ შორის გადაიწვირთა ერთი მხრივ საერო სისტემა თავდაცვის. მეორე მხრივ დრონები ნაკლებად ხილული სამიზნეებია. ამიტომაც უკრაინელებს უხმეს დასახმარებლად. კი ბატონო, იმიტომ რომ იქ სპეციფიკა ჭირდება აი ამ შაჰიდის დრონების წინამდე. ხო და ეხლა ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ამ რეჟიმს ქონოდა ბირთვული იარაღი. ნებისმიერი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც დაეცა, ისრაელზე ბევრი დაეცა საკმაოდ, იქ ბირთვული მდგენელით რო ყოფილიყო, ეს იქნებოდა პრაქტიკულად ბირთვული ომის დაწყება და კატასტროფა. ამიტომაც, რადგან რეჟიმი მიდიოდა ამ მიმართულებით, ერთი რომ შარშან 2025 წლის ივნისში 12 დღიანი ომის დროს ნათელი გახდა, რომ ბირთვული პროგრამის შეჩერება ამით შეიძლება, მაგრამ დასრულება არ შეიძლება, იმიტომ რომ რეჟიმი ეგრევე როგორც კი ომი წყდება, იწყებს აღდგენას ბირთვული და ბალისტიკური პროგრამის. სწორედ ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, აგერ დღეს მაგატემ დაადასტურა, რომ დარტყმები არის განხორციელებული ნატანზის ბირთვულ ობიექტზე. სხვა ბირთვული ობიექტებით სამიზნეები იქნება, თუმცა ახლა უკვე პირდაპირ დასახულია რეჟიმის ცვლილება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის რამდენად მიღწევადია ეს მიზანი? ეს მიზანი არის მიღწევადი. თუმცა არის სერიოზული საფრთხეებიც პარალელურად. ეხლა ისრაელი და შეერთებული შტატები ცდილობენ სწორედ იმას, რომ ეს მიზანი მიაღწიონ და რას გულისხმობ ამაში. სამხედრო კომპონენტის, ბირთვული კომპონენტის განადგურების გარდა ჩვენ ვხედავთ ასევე ძალიან აქტიურად ქმედებებს, რომელიც მიმართულია განადგურებაზე პოლიციის შენობების, ბასიჯების, აეროპორტების, ინფრასტრუქტურის, რომელიც მიმართულია მათ შორის აგერ შესავალში თქვი რელიგიური დაწესებულებების, ანუ გულისხმობს სისტემის, ხო, ამ შემთხვევაში ეს არ არის რელიგიური ობიექტი, ეს არის კონკრეტულად ახალი აიათოლას შერჩევის ადგილი. ანუ ყველაფერი რაც სისტემასთან ასოცირდება ამის დაშლა უნდა მოხდეს, თან პარალელურად ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავენ CIA და სხვა უწყებები შეიარაღებას ირანული დაჯგუფებების, ირანში დაჯგუფებების, უფრო სწორად, მათ შორის კონკრეტულად ქურთების შესაძლოა იყოს რაღაც ნაბიჯები აზერბაიჯანელების მიმართულებით, ან აზერი ასევე უწოდებენ და სხვა ჯგუფების მიმართ, იქ არაბული ჯგუფებიც არსებობს. მოკლედ, ერთი მომენტი არის, რომ ზოგადად ყველას ურჩევნია, რომ სირია არ გადაიქცეს ირანი, რაც ნიშნავს იმას, რომ არ დაიწყოს. დაუსრულებელი ომი არ დაიწყოს. იცით, სირიის კომპონენტი მე დაუსრულებელი ომი კი არ არის, რამდენადაც ქვეყნის დაშლა. და ეხლა მიუხედავად იმისა, რომ სირიაში ერთი მმართველობა რატო უხარია ბევრს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მმართველობა შორს არის დემოკრატიისგან და ჯერ კიდევ გაურკვეველია შარაას ხელისუფლებას ადმინის, არსით ცენტრალიზება მოხდა და გარკვეული სტაბილურობა. თუ ირანის ტერიტორიაზე, როგორც სირიაში, ბევრი კერა შეიქმნება სხვადასხვა, მაშინ ჩვენ დესტაბილიზაციის სხვა რისკები გვექნება. მით უმეტეს, რაზეც ახლა საუბარია, ხო? ბევრია ჩვეულებრივი იარაღი. ბევრია ფანატიკურად განწყობილი ადამიანი. ბევრია შესაძლებლობა შიდა დაპირისპირების. ბევრია რისკი საერთაშორისო ტერორიზმის, აგერ პაკისტანში რა ვნახეთ, თავდასხმა ამერიკულ საელჩოზე და უამრავი დაღუპული ახალგაზრდა კადრებიც კი ვნახეთ და ასე შემდეგ. ერაყში რა ვნახეთ იგივე. ამიტომ ამ მთელ სამეზობლოში
ზოგადად და მსოფლიო მასშტაბით ეს აღიქმება გარკვეულწილად ახლა შიიტების მიერ ცდილობენ ასე წარმოჩენას, რომ შიიტების წინააღმდეგი ომი სინამდვილეში არაც ხადია, ეს არის რადიკალური აი ამ ხედვის წინააღმდეგ, მაგრამ თავისი არსით შეეცდებიან, რომ ტერორისტული ტალღები გააგრძელონ. დღესაც უკვე გავიგეთ, რომ ისრაელმა დაიწყო სახმელეთო ოპერაცია ლიბანის მიმართულებით, სადაც ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლამაც გუშინ დაიწყო ისრაელის დამოუკიდებლობა. ანუ მთლიანი კონტექსტი მძიმეა და ბევრი კრიტიკაც. ხო იგივე ამერიკაშიც დემოკრატებიც აკრიტიკებენ ტრამპს და რომ რაღაცა ეს არ არის საერთაშორისო სამართლის ნორმებში არ ჯდება. ევროპაშიც თავიდანვე იყო, ხო, ძალიან ესეთი სკეპტიკური დამოკიდებულება, აგერ ესპანეთთან საერთოდ ბაზებიც კი არ დაუთმო ამერიკას. ბრიტანეთის თავიდან ჭოჭვანობდა და ტრამპი გაბრაზდა სტრამერზე და ამბობს, რომ რაღაც ჩვენი ურთიერთობა გაცივდა. ანუ განსხვავებული დამოკიდებულება არსებობს. მით უმეტეს იქ მოხდა რაღაც სკოლის დაბომბვა, როგორც ამბობენ და ბავშვები დაიღუპნენ და ანუ ბევრი ამბობს, რომ ეგ აღმოჩნდა, რომ ირანელების გასროლილი რაკეტით. ხო, ნუ ხო, ისრაელი ამბობს, რომ ირანელების გასროლილი რაკეტით იყო, ირანი ამბობს, რომ ისრაელი არა, ირანელებმა დაწერეს. ლოგიკა არ არის მაგაში, ანუ ამდენი მაშინ სისტემურად ვნახავდით სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას. ეხლა ერთი შეიძლება შეცდომა იყო. შეიძლება, მაგრამ ანუ სისტემურად მიზანმიმართულად რომ სკოლას დაერქვა და მაშინ ლოგიკა არ არის. ხო, ზოგადად რომ შევხედოთ, ანუ საერთაშორისო სამართალი დასრულდა, ხო, რაც იყო გამოდის, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ აი იმ ქვეყნის ლიდერი უნდა მოუკლა და საერთაშორისო სამართალი არ არის დასრულებული, უბრალოდ დიდი ხანია ეფექტური არ არის. ძალიან დიდი ხანია ეხლა ირანის პრობლემა იმას უკავშირდება, რომ საერთაშორისო სამართლით არაერთხელ ობამას პერიოდში იგივე ამერიკა მაგალითად შეთანხმება დადო, ირანი გვერდსულის ამ შეთანხმებას. ობამას პერიოდი არ იყო, რომ რესტარტი გამოაცხადეს კლინტონთან, მათ შორის ლავროვთან ერთად და ის პერიოდი არ იყო, რომ ცდილობდნენ საკითხის მოგვარებას. არ გახსოვთ 4 ფორმატი ქვეყნის რომ იყო გერმანია და საფრანგეთი რომ აქტიურობდნენ უკრაინის მიმართულებით სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში. ანუ ერთი მხარე იქცევა საერთაშორისო სამართლის წესების მიხედვით, ამერიკელებში დემოკრატები და ევროპაში ხელისუფლებები და აქეთა მხარე ჩინეთი, ირანი, რუსეთი იქცევიან როგორც განგსტერები საერთაშორისო სამართალში. და ეხლა ამერიკამ უბრალოდ ტრამპმა რეალურად რა განაცხადა, რომ თქვენი წესებით ვითამაშებთ და ეხლა ვნახოთ ამერიკაზე, ხო რა თქვა ძალიან მკაფიოდ, რომ ამერიკას მსგავსი ძალა არავის არ გააჩნია და თქვენი წესებით ვითამაშებთ. მარტივი მაგალითი 2025 წლის 12 დღიანი ომში იყო რუსული სააერო თავდაცვა. ამერიკამ ხო გაანადგურა იქ. რა ხდება მაგის მერე? იწყება ჩინური სააერო თავდაცვის მიწოდება. ამ მთელი პერიოდის განმავლობაში. ხო ამერიკა აკვირდებოდა, რომ ირანი ძლიერდება, თუ ბევრი ჩინური სააერო თავდაცვა იქნება და ნეტანიაჰუმ დღეს განაცხადა, რომ კიდევ უფრო ღრმა თუნელების მშენებლობას იწყებდნენ. მე ვეღარ მიაწვდებოდა და მე ბირთვულ იარაღსაც შექმნიდა. მაგალითად, შეიძლება გიორგი, შენ რას ფიქრობ, რამდენად არის ამის შანსი, რომ ამ თქვა სარაკეტო დარტყმებით, იმიტომ ეხა სახმელეთო ოპერაციის დაწყება სავარაუდოდ არ მოხდება. ხო, ამ სარაკეტო დარტყმებით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. მე ეჭვმეპარება, რომ იქ რეჟიმი თვით განახლებაზე წავა და ზოგადად რომ ეს მისაღები ვარიანტია საერთოდ. დიდი ალბათობით ყველაფერი წავა იმისკენ, რომ დარტყმები იქნება კიდევ უფრო მასშტაბური და აგერ რამდენიმე საათის წინ ისრაელმა განაცხადა, რომ კიდევ უფრო გაზრდიან მასშტაბს, ანუ სისტემის ყველა ყველა შენობა, ყველა სიმბოლო უნდა განადგურდეს, დღის წესრიგში ეს არის. პარალელურად ყველა ეს მეთაურები, მათ შორის გავლენიანის ლიკვიდაციაზე არის საუბარი და სავარაუდოდ მაგის მერე ძირითადი გათვლა იქნება რეზა ფეჰლევიზე. და შესაძლოა ეს რაც გითხარით, რომ ტრამპმა დღეს თქვა, რომ განვიხილავთო ქურთების და სხვა ჯგუფების შეიარაღებას, შეიძლება ეს პროცესიც წავიდეს, ანუ გარკვეული ძალების შეიარაღება, მათ შორის ერაყის ქურთისტანი პლაცდარმი არის, საიდან შეიძლება თეორიულად ერბილში ამერიკელები არიან და იქაც უდარტყმებია. გარკვეული მხარდაჭერა, ანუ შიგნით პროცესის დაწყება. თუ ქურთებს ეს გამოუვათ, შემდეგ შეიძლება ამ ქურთისტანის ტერიტორიიდან შევიდეს რეზა ფეჰლევი. შეიძლება იყოს სამოქალაქო ომი გამოიწვევს. სამოქალაქო ომის გამოიწვევს რეალურად, იმიტომ რომ რეჟიმს ყავს მომხრეები ნებისმიერ შემთხვევაში, გარკვეული რაოდენობა, ასე რომ სამოქალაქო, ანუ ეს ამბავი არ არის სწრაფად გადაწყვეტის ამბავი. ბლიცკრიგი ასეთი გაგებით, რომ აი ახლა უცებ 3 დღეში ირანში ამბავს მოაგვარებ.
წარმოუდგენელი ამბავია. კამპანიაზე არის საუბარი 3-4 კვირაზე სულ მცირე ინტენსიური დარტყმების ეხლა რაც მიმდინარეობს და შეიძლება მთელი პოლიტიკური პროცესი და ამ შემდეგ ერთი წელიც კი გაგრძელდეს ან წლები. საქმე სხვა რამეშია. მთავარია რომ რეჟიმის სტაბილიზაციის საშუალება არ მისცე, იმიტომ რომ სტაბილიზაცია გამოიწვევს თუნდაც აი რეჟიმის მხრიდან რომ კი ბატონო წავალთ დათმობაზე, გამოიწვევს სინამდვილეში იგივეს დაბრუნებას. როგორც კი რეჟიმი დასტაბილურდება, შიდა მოსახლეობას შეაშინებს, დააშინებს კიდევ ერთხელ, რომ გაჩუმდით და გაჩერდით, ანუ ჩაახშობს აი ამ აჯანყების შესაძლებლობას და დაიწყებს საკუთარი შეიარაღებული ძალების და კონტროლის აღდგენას. ანუ ზუსტად იგივეს, რასაც ახლა ამერიკა და ისრაელი ამხობენ. ამიტომ აზრი არა აქვს, რომ გაჩერდეს დარტყმები. პირიქით, ტრამპად ეს თქვა და საერო სივრცეში ჩინური საერო თავდაცვა განადგურებულია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამერიკა არ არის ორპოლუსიან სამყაროში არ ცხოვრობთ. ამერიკა რჩება ერთადერთ დომინანტად. სამხედრო ძალად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მე მეცაც გეტყვი, ვერაფერ რომ ეს კონფლიქტი მთავარი ეხლა რატო აცადეს მათ შორის ამერიკელებმა რომ იქ ჩასულიყო ეს ჩინური სააერო თავდაცვა რომ ტესტი უნდა ყოფილიყო რეალურად თუ ჩინურ სააერო თავდაცვას ეხნებოდა ეფექტი ამერიკული უახლოესი ტექნოლოგიების წინამდებ მაშინ შეიცვლებოდა სამყარო მნიშვნელოვნად მაგრამ როცა ეფექტი არ აქვს საერთოდ და განადგურდა მაგასაც აქვს ეფექტი მსოფლიოზე და ცვლილება ის არის რომ ამერიკის პოლუსი ძლიერდება დასავლეთის პოლუსი და შესაბამისად ეს იწვევს იმას რომ ახლა ირანის საკითხი სრულად გადაწყვეტაზე არის საუბარი და ეს გამოიწვევს რა თქმა უნდა ტრანსფორმაციას ახლო აღმოსავლეთში საერთოდ ეს მიზანია. ხო, ჩინეთი ახსენდა საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს ჩინეთის რომ ირანის წინააღმდეგ თავდასხმები უნდა დასრულდეს და პეკინი მზადა ვითარების მოგვარების მიზნით კონსტრუქციული როლი შეასრულოს. სულ მაგის ჭკუაზე არიან ახლა. ამერიკა იომებს და ჩინას დაალაგებინებს. ასე არ ხდება. საინტერესო იცი რა არის რომ ჩინეთმაც და რუსეთმაც განცხადებების მიღმა არაფერი არ გააკეთეს. არა და საუბარია მათ მესამე მოკავშირეზე, ანუ ამაზე მეტი მოკავშირე არც ჩინეთს არც რუსეთს არ ყავთ. ვენესუელა და კუბა იყო მერე. იქ ისიც დაკარგეს ვენესუელა და კუბასაც დაკარგავენ. ანუ ავტორიტარული რეჟიმები რუსეთში უკვე საუბრობენ რომ შემდეგი შეიძლება ჩვენ ხო კუბა იქნება, მერე შეიძლება ჩვენ ვიყავთ და ასე შემდეგ. რუსეთის ამბავი რა თქმა არა მხოლოდ თავად რუსეთი, არამედ ავტორიტარული ბანაკის ანტიამერიკული, ანტიდასავლური ბანაკის შინაარსი ეხლა ქრება, ნადგურდება და ირანი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. რჩება უკრაინის საკმაოდ შეიარაღება იმისთვის რომ რუსეთი სადაც ვერ იმარჯვებს და დამარცხდეს ამ კონტექსტში და რუსეთის დამარცხება არის ავღანეთის სცენარის გამეორება, საბჭოთა კავშირის ბედის გამეორება გარკვეულწილად. ეს რეალურად ანგრევს ამ ავტორიტარულ მთელ სისტემას, რომელიც მოაწყეს. არ დაგავიწყდეთ, ომი დაიწყეს არა დასავლეთმა, არამედ ომი დაიწყეს ავტორიტარულმა ქვეყნებმა. რუსეთმა ჩინეთის და ირანის დახმარებით უკრაინას და ანუ დასავლეთს დაარტყა და ირანმა ჩინეთის და რუსეთის დახმარებით 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელს დაარტყა ჰამასის ტერორისტული აქტი, აბა ირანის მხარდაჭერით იყო. ანუ შესაბამისად კონტექსტი სხვა არის. დიქტატურებმა, ანტიამერიკულმა ძალებმა, ზოგიერთი რო გულშემატკივრობს მათ, დაიწყეს დარტყმა დასავლური ძალების წინააღმდეგ და დასავლურმა ძალებმა უკრაინაში გააჩერეს ეს პროცესი და ისრაელის მიმართულებით ახლა წარმოუდგენლად კონტრშეტევას აწარმოებენ ძალიან ეფექტურს. თუ ეს კონტრშეტევა მიზნებს მიაღწევს მერწმუნეთ რომ უკრაინაზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს ეს ასევე და რუსეთის მიმართულებითაც ასე რომ ჩვენ საქართველოს მსხვერპლი ვართ აი ამ ორი რეალურად ავტორიტარული სისტემის. ჩვენ ვერცერთ თავის მოკავშირეს ვერანაირი დახმარება ვერ გავუწია განცხადებების გაკეთების გარდა. რუსეთზე კი არა ამ ავტორიტარულ ქვეყნებზე მეტყველებს, იმიტომ რომ ესენი არ არიან მოკავშირეები ერთმანეთის, ხო? ჩინეთს უნდა ნახევარი რუსეთის მithვისება საერთოდ. და ცდილობს ამას, იქ აღმოსავლეთ რუსეთის, ხო, ციმბირის და ასე შემდეგ, იქ ეკონომიკური და დემოგრაფიული ექსპანსია აქვს. ახლა რუსეთი, რომელიც საკუთარ ნარატივებს ქრისტიანობაზე აფუძნებს ფანატიკურ ისლამისტურ რეჟიმთან, რომ მოკავშირეობა ახასიათებს, ხო, ცოტა აბსურდული შინაარსი გამოდის ამის. ჩრდილოეთ კორეასთან რუსეთი რომ ახლოვდება, როდესაც კაცი ჭამიების რეჟიმი არის, პირდაპირ აღნიშნავენ იმას, რომ მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვეს ფეხბურთის, ხო, ანუ ფეიქ ნიუსების სამყის არის, სამშობლო გახდა პრაქტიკულად. წარმოუდგენელია. თუმცა რაღაცები ჩვენთანაც უკვე დაემსგავსა მაგას, როდესაც შვედეთში ეკონომიკურ სიტუაციაზე ვსაუბრობთ საქართველოში პრობლემურ და ბოლოს ახლა ბრიტანეთში, მაგრამ არსით ეს ავტორიტარული რეჟიმები ერთმანეთის მოკავშირეები
არ არიან. ერთმანეთის დასამხმარებლად მოსვლაზე მზად არ არიან. შეთანხმებები არ აქვთ, არც ნატო აქვთ მსგავსი, არც ევროკავშირის რამე მსგავსი აქვთ, არც ფასეულობები არ აქვთ. რა არის მათი ფასეულობა? გეტყვით. საკუთარ ქვეყანაში საკუთარი მოქალაქეების ეფექტურად მკვლელობა, ჩახოცვა, კონტროლი ნებისმიერი ხერხებით. ეხლა საბჭოთა კავშირში იყო ეს კომუნიზმის იდეა, დღევანდელ რუსეთში რა იდეა არის? თვითონაც არიციან ეხლა ჩეჩნეთში ისლამისტურ რეჟიმი მოაწყეს, დანარჩენ რუსეთში რაღაც ქრისტიანული ელემენტებს იყენებენ და უკრაინაშიც რაღაც ფუნდამენტალისტურ ლოგიკას აწყობენ. მე ევრაზიული ფასეულობები, სად არის ფასეულობები? აგერ ცენტრალური აზიაც ტოვებს რუსეთის გავლენას. ჩინეთთან რა აკავშირებთ, ან სხვა ქვეყნებთან ვერ ლაგდებიან, იმ არაბულ სამყაროშიც ვერ ლაგდებიან. ამიტომ ავტორიტარულ ქვეყნებს ერთიანი მატრიცა, სისტემა, თანამშრომლობის აზროვნების, ფასეულობების არაფერი არ აქვთ. არც ორგანიზაცია აქვს. და აქეთ მხარეს არის ძლიერი გაერთიანება ნატო, ძლიერი გაერთიანება ევროკავშირი, მიუხედავად თავისი ყველა სირთულისა, მაგრამ უკრაინაში ძალიან მყარად არიან. ისრაელს რა მყარად უჭერენ მხარს, ხო ნახეთ ახლა ისრაელი ამ ყველა ომს, რაც არ უნდა მაგარი ყოფილიყო ისრაელის სახელმწიფო, ამერიკის დახმარების გარეშე ვერასდროს ვერ შეძლებდა გადარჩენას ამდენი ომის პირობებში და ეს ამ ყველაფერში რამხელა რესურსი არის ჩადებული დასავლეთის და ხედავთ რომ დასავლეთი არის ეფექტური, იმიტომ რომ აერთიანებთ ფასეულობები, აერთიანებთ ხედვა და მეტიც ახლა პირდაპირ თქვენს ტრამპაც და ნეტანიაჰუმ და მე ამას ვიზიარებ სრულად. ეს არის ნაბიჯი მომავალი თაობებისთვის. ანუ ირანული რეჟიმი რაც არ რომ გაგრძელებულიყო, მომავალი თაობებისთვის იქნებოდა რეალური საფრთხე, თან სად ევრაზიის შუაგულში, ახლა კორეა ცოტა შორს არის და რეალურად მარტო იაპონიას და სამხრეთ კორეას და ტაივანს უქმნის საფრთხეს. თავის სამეზობლოში, ახლა ჩინეთის და რუსეთის პროქსი არის და შესაბამისად, აქ ირანის ამ რეჟიმის დატოვება აღკვეთა იყო საჭირო და მეორე მომენტი ახლა ჩრდილოეთ კორეაზე რომ თქვი, იქაც აღკვეთის სცენარი კიდე დასაშვები არის, უბრალოდ ჯერ სანამ პრობლემა მწვავე არ არის, არ ეხებიან, მაგრამ რეალურად არც ის არის, რომ ბირთვული იარაღი გაქვს და მორჩაი გამბავია. ეგრე არ არის. თავად რუსეთმაც ახლა უნდა დაფიქრდეს რა იმაზე, რომ საერო თავდაცვა არ აქვს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ბირთვულ ომში ფაქტი არ არის, რომ შენი თან ახლა ამერიკა რო ქმნის ამ ოქროს გუმბათს, ახალ სისტემას ტრილიონები რო დაჯდება. ამ ომში წარმოუდგენელია, შეიძლება შენი ბირთვული იარაღი არ მივიდეს დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ მათი ბირთვული იარაღი შენ რო საერო თავდაცვა არ გივარგია და ფაქტია, ბევრგან დარწმუნდა, რო ჩამოვიო დაგეცეს, მე რა ხდება? ამიტომ გადაიაზრებს ჩემი აზრით რუსეთიც და ჩინეთის ახლა საფრთხეებს და ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ ხელისუფლებამ გაავრცელა ესეთი ასე ვთქვათ, სამზიმისწერა, ყველას მიუსამზირო, პრინციპში ეს დაბალანსებული წერილი გამოვიდა, მიუსამზირა ირანსაც, მიუსამზირა ისრაელსაც, მიუსამზირა არაბულ ქვეყნებსაც, ამერიკელებს არ მიუსამზირა ეს ჯარისკაცების დაღუპვა, მაგრამ ფაშინიანმა სამაგეროდ ხო ეს ფაქტურად დაიტირა აიათოლმა შეიძლება ითქვას და დღეს ფაშინიანი არის თბილისში. სტუმრად ამ ვიზიტის შესახებ და სომხეთის პოზიციაზე რო გითხოვ რა სიტყვა და დავასრულებ. მე ვერ ვიტყვი რომ ფაშინიანის განცხადება რაიმე განსაკუთრებული იყო, ალიევმაც გააკეთა განცხადება, საკმაოდ ნორმალურია ამ განცხადების გაკეთება. პრობლემა სხვა რამეში არის, ეს არაერთხელ მithქვამს. პრობლემა იმაშია, როდესაც საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ანტიდასავლურ რიტორიკაში ემთხვევა ირანის რეჟიმის ანტიდასავლურ რიტორიკას. ეგ არის პრობლემა. თორე თუ ალიევისავით დასავლეთთან ასეთ ურთიერთობებს ალაგებს, სომხეთისავით ევროინტეგრაციას აქტიურად აწარმოებ, შეერთებულ შტატებთან აღრმავებ პარტნიორობას და ამის ფონზე ირანთან, თან იქ არიან მეზობლების საზღვრის მქონე და ყოველთვის ამერიკა განასხვავებდა, რომ ესენი საზღვრის მქონეანიან იქ აზერბაიჯანი საერთოდ შიიტური ქვეყანა არის, ანუ მართალია რელიგიას იქ დიდი როლი არ აქვს, მაგრამ ფაქტობრივი მდგენელია. სუნიტურია ზოგადად. როგორ? სუნიტურია. აზერბაიჯანში შიიტები არიან უმრავლესობა და სომხეთში ესე იგი სომხეთიც ასევე ძალიან დამოკიდებულია ირანზე, ტვირთების ტრანზიტის მიმართულებით. შესაბამისად, ამი ფაქტორებიდან გამომდინარე, სხვა მიდგომა აქვს, მაგრამ აქ პრობლემა ის არის, მაგალითად, როდესაც ლაშა დარსალია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩამოდის ვაშინგტონიდან, სადაც იშვიათი შეხვედრები არის კონკრეტულად ქართული ოცნების და ხდება იქ და კონკრეტული რჩევები მისცეს, რა უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ და მოდის და რამდენიმე დღის შემდეგ მიდის ირანული რეჟიმის აქ მიღებაზე. ეს სიმბოლიზმი დიპლომატიაში ძალიან მნიშვნელოვანია. შეეძლოთ რომ ლაშა დარსალია არ გაეშვათ, შეეძლოთ რომ ესეთი მკაფიო განცხადებები არ გააკეთებინა და მინიმალური განცხადებებით გამოსულიყვნენ, იმიტომ რომ საქართველოს
ირანთან ინტერესების თანხვედრა არ აქვს. შეხედეთ ახლა სომხეთს აზერბაიჯანს კიდევ ერთხელ ტრანზიტი, სასაზღვრო უსაფრთხოება, ეკოლოგიური საკითხები მეზობლები არიან, იქ 1000 ტერორიზმის და სხვა საფრთხე. საქართველოს მეტნაკლებად ამისგან დაცლილია, არის გარკვეული რისკები, ამიტომ აქტიური მეგობრობა საჭირო არ იყო და ქართულმა ოცნებამ ბოლო წლების, კაი, იგივე ქართულ ოცნებას შევატარებ 2012-დან 2020 წლამდე საერთოდ არ ჩანს აქტიურობა ირანულ მიმართულებით და აი ბოლო წლებში რა მოხდა ესეთი, რომ ირანული მიმართულებით გააქტიურდნენ, ჩინური მიმართულებით გააქტიურდნენ, რუსული მიმართულებით გააქტიურდნენ. ზუსტად ის მოხდა, რომ იდეოლოგიური თანხვედრა დაიწყო ანტიდასავლურ ძალებთან, რომლებიც მარცხდებიან და ჩვენ როცა ამაზე ვსაუბრობთ, არ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდეს დამარცხებული და ბოროტი ძალების მხარეს, იმიტომ რომ ჩინეთის, რუსეთის და ჩინეთის კომუნისტური პარტიის, რუსეთის და ირანის აიათოლას რეჟიმის იდეები არის თავის შინაარსით კაცობრიობის ფასეულობების წინააღმდეგ.